აი ასეთი ჭახრაკინა მიყვარს, თხელი, კარგად დაბრაწული ცომით და კიდეებამდე შევსებული გულსართით. ცომს არაფერი განსაკუთრებული არ სჭირდება. ვააქტიურებ საფუარს, ვამატებ მარილსა და ფქვილს. ზელ რბილ მორჩილ ცომს და ვასვენებ გაორმაგებამდე. სანამ ცომი ამოვა, გავამზადებ ჭარხლის ფოთლებს. კარგად გავრეცხავ, გავაშრობ და დავჭრი. მოვაყრი მარილს და დაახლოებით 20 წუთით გავაჩერებ, რომ ზედმეტი წვენი გამოუშვას. შემდეგ კი კარგად გავწურავ. დავუმატებ წვრილად დაჭრილ მწვანე ხავს, ქინცსა და კამას, გახეხილ ყველს და კარგად ამოვურებ. გულსართი რომ კარგად შეიკრას, ვამატებ ცოტაოდენ არაჟანსაც. ამასობაში ცომიც ამოვიდა. ჩავზილე კარგად და დავყავი 4 გუნდად. მივიღე 500 გრამიანი გუნდები. დავასვენე კიდევ 20 წუთით. გავაბრტყელე და მოვათავსე გულსართი. რამდენ გრამიანიც არის ცომის გუნდა, იმდენივე გულსართი დასჭირდება. ცომი იმდენად მორჩილია, რომ ხელითვე გავაბრტყელე. საბრტყელებელი მხოლოდ ზედაპირის შესასწორებლად გამოვიყენე. მოვათავსე წინასწარ გახურებულ ღუმელში და ვაცხვე სრულ დაბრაწვამდე.